გამარჯობათ მოგესალმებით ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში ჩემი საავტორო გადაცემით ავი მუსაეფი დავით ხეიზესთან ერთად ბოდიში მინდა მოგიხადოთ 2-3 გადაცემის გამოტოვება მომიწია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მაგრამ სამაგიეროდ ახლა ისეთი სტუმარი მყავს იმ ორ გადაცემას ერთად ავინაზღაურებს. ჩემი სტუმარი იქნება პოლიტოლოგი პროფესორი და რა ვიცი იტპ პოლიტოლოგი ამ შემთხვევაში ყველაზე მაგრად მოაინტერესებს გულბაათ ცხილაძე, ცნობილი თავისი პრაგმატული აზროვნებით და ასე შემდეგ სანამ სტუმართან გადავიდოდე სიტყვის ალავერს როგორც მანამდე არ შემიძლია თეორი სიტყვა არ თქვა იმ ეპშტეინი თუ რაგვარი იყო ესე სკანდალი და გარყვნილება უწოდო ამას ეს იმას ნიშნავს რომ არაფერი არ უწოდო რა ადრე ამას აბრალებდნენ შეთქმულების თეორიების მიმდევრები ხარ თუ როცა ამას ვიძახოდი ადრე სხვა თემებზე ლიბერტარიანულ თემებზე არ არსებობს ეგ პრობლემა და არავინ არაფერს არ გვაძალებს და თურმე ვის ხელში ყოფილვართ ელიტები მთელი ელიტა ვინც მართავს ამ სოფლიოს და ისედაც დიდი ფულიანი ხარი ვინც არის რა ვიცი ერთი პუტინი არ დაუსახელებია თუ დაასახელეს ამ თემაზე და საერთოდაც მინდოდა დღევანდელი ეთერი მიუძღვნათ ბატონო გულბაათ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ირანში მიმდინარე მოვლენებს და რა გავლენები შეიძლება იქონიოს საქართველოზე მაინტერესებს დანარჩენი მაპატიეთ და თავში ხოუხლიათ მაგრამ არ არის ესე საქმე რომ არხეინად გქონდეს, საარხეინად გქონდეს მე მგონი. გთხოვთ. დიდი მადლობა დავით ბატონო, ძალიან კარგია რომ გახვედით ეთერში, მომიწვიეთ, დიდი მადლობელი ვარ ძალიან და გისურვებთ შემდგომ წარმატებებს ძალიან საჭირო გადაცემა არის ეს მე ვფიქრობ, ყველას ვინც არის ჩახედული მეტნაკლებად პოლიტიკაში, პოლიტიკურ მოვლენებს ეცნობა, ახსოვს თქვენი პუბლიკაციები გაზეთში საქართველო და მსოფლიო, სატელევიზიო გამოსვლები, რა თქმა უნდა, ობიექტივი ყოველთვის ტრიბუნა არის თავისუფალი სიტყვისთვის და აზრისთვის და განსხვავებული აზრები ჟღერდება ამ სტუდიაში, ძალიან განსხვავებული და ეს არის სწორედ მონაპოვარი და დემოკრატია, რომ შეიძლება არ დაეთანხმო თუნდაც ამ ტელევიზიის მესვეურებს ბევრ საკითხში მათ თავიანთი აზრი ჰქონდეს და ჩვენი აზრი ჰქონდეს. ეხლა რაც შეეხება ისე შესავალი რომ გააკეთეთ ამ ჯეფრი ეპშტეინის აი ამ მაფიაზე გასაგებია ხო ეს უკვე ხას უსვამს ყველაფერ იმას რაც კი თვითონ ამ დასავლეთს ულაპარაკია ამდენი და ჭუას გვასავლი და ცირეწლოვან ასაკის გოგონებზე არ თაკილობდნენ ძალადობას, ფაქტობრივად ძალადობა იყო ეს. რიტუალური მკვლელობები და გამოჩნდება ჯერჯერობით არც ერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის აღწევი. და ამას რით ამართლებენ იცით, რომ თითქოს ის მსხვერპლი, ვინც იქ იყო, ამდენი მსხვერპლი, რომ მათ ინტერესებს იცავენ ახლა, მათ უფლებებს რომ არ გახმაურდეს და მათ ზიანი არ მიადგეს დამატებით. რაც არის სრული აბსურდი, იმიტომ რომ თუ კი არის
დანაშაულის შემადგენლობა, ამას უნდა შეიძლება იქ დაიშიფროს რაღაც, მაგრამ უნდა მიეცეს მსვლელობა. თუ არა, მაშინ საერთოდ არ იყო საერთოდ ბინძური ზეწრების გამოფენა გარეთ. რა საჭიროა მაშინ ისმის კითხვა. და თუ კი ეს საჭიროა, მაშინ უნდა მიყვეს ამას ლოგიკურად განვითარება და მივიდეს ბოლომდე. ლოგიკიდან ძალიან შორს არის საერთოდ დღევანდელი გეოპოლიტიკა ტრამპი რეებს აკაკეთებს და ნაგლად ეს პირდაპირ ეძახის ამას მოვკლავ, იმას ავაფეთქებ. კაციშვილი ეს უფლებადამცველები რო არიან, კაციშვილი და ჩვენთან უფლებადამცველები რო არიან, რატო არ იღებენ ხმას? ხო, გატრონულები არიან. და საერთოდ მთელი ეს deep state თუ რა ქვია მაგას. ხო, რაც დაარქვეს. გატრონულია მთელი ევროპა ხმის ამოღებას ვერ და ფაქტიურად აღარ არსებობს ევროკავშირი და მე ერთი მინდა რიტორიკული კითხვა დაუსვა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია როგორ გეცახებათ და როგორ გაინტერესებთ კი ისე იქით მიდიან იმაში რა ქვია არ არსებულ ევროპაში ნუ ოფიციალურად არსებობს ეს ევროკავშირი და არ ჩერდება და არც გაჩერდება და მე ჩემი აზრია რომ ჩვენ იმისგან დამოუკიდებლად რა იქნება ევროკავშირში იმისგან დამოუკიდებლად უნდა აეწყოს პოლიტიკა მაგრამ ჩვენ საერთოდ შორს ვართ პოლიტიკისაგან როგორც სახელმწიფო ეს არ არის პოლიტიკა ამათ აქვთ ერთადერთი რომ ყურადღებას ახლა ამათ ვერ აქცევენ ჯეროვან ყურადღებას ვერც ერთი მხრიდან გაიწელა ეს პაუზა, რაც არჩევნების შემდეგ დადგა, არავის არ ცალია საქართველოსთვის. ამას თავის პლუსები აქვს, მაგრამ მინუსები ისა აქვს, რომ ქვეყანას თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ეკარგება. ეს კიდევ ნიშნავს იმას, რომ ეს რომ ამდენი ხანი ატყუებდნენ ხალხს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ამას დასავლეთი გაგვიკეთებს და როგორი მექანიზმით არც მაშინ არ ამბობდნენ და ვერ სიტყობდნენ, მაგრამ მაინც ესე რწმენის დონეზე უნდა დაგეჯერა, რომ დასავლეთი საქართველოს გაამთლიანებს. დღეს ეს უკვე ესეთი ლაპარაკის და სადღეგრძელოს დონეზეც ვეღარ იქნება. უკვე ისეთი მდგომარეობა არის სოფლიოში და არა მარტო ევროკავშირის შიგნით, არამედ მთელ სოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის მეზობელ რეგიონში ახლო აღმოსავლეთში, რომ ამას უკვე არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ საქართველო აღადგენს რამენაირად თავის ტერიტორიულ მთლიანობას, ეს საერთოდ ეს სიტყვად წყობაც კი ზედმეტად მეჩვენება უკვე სამწუხაროდ და საუბედუროდ, მაგრამ როგორც დასაწყისში ახსენეთ, მე აქ იმიტომ ვარ, რომ რეალური რაღაცები ვილაპარაკო, რეალობაზე ვილაპარაკო. რეალობასთან როგორ არის ახლა კავშირში, როცა აცხადებენ, რომ ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთს არ დაველაპარაკებით დიპლომატიურ ურთიერთობებს არ აღვადგენთ, მანამდე სანამ ჯარს არ გაიყვანენ ოკუპანტები არის, ნუ თავს როგორ გესახება სწორედ ამას გულისხმობს სისულელე მე ვერ წარმომიდგენია რომ რუსებმა აფხაზეთიდან და ოსეთიდან ჯარი გაიყვანოს ეგ თუ გაიყვანა მე რაღა გექნება სალაპარაკო არაფერიც აღარ გექნება ხო მე ვიტყვით რომ შევალთ ისევ ნატოში ალბათ ეს არის ჩაფიქრებული მაგრამ ეს არ მოხდება ყველა მიცის უბრალოდ იცი მე რას ვფიქრობ რომ ამათ ამ ხელისუფალთ ჩვენს ხელისუფლებას რომელიც უარს ამბობს ჯიქურ უარს ამბობს და აგრძელებს ამ უარზე დგომას რუსეთთან დიალოგთან დაკავშირებით თავისი უნიათობის დაფარვა უნდა ამით იმიტომ რომ მათ არც შნო აქვთ არც აი ბაგაჟი რო იტყვიან რომ ეშინიათ კი არა არ შეუძლიათ არ არიან ესენი არანაირი დიალოგის წამყვანი რუსეთთან ახლა როგორ წარმოგიდგენია თქვენ ლავროვს ვინ უნდა დაუსვან ამათ
მომლაპარაკებლად. აბა ერთი ადამიანი თუ გესახებათ აი დღევანდელ ხელისუფლებაში, მთავრობაში ან პარლამენტში თუ მაგწონით კატეგორიაში რო გადიოდეს ლავროვის კწონით. ხო, და ამიტომაც ისინი ამბობენ რომ ჩვენ აი ესა აქვს საბაბად აღებული, საბაბია უბრალოდ რომ ეს ოკუპაცია ეგრეთ წოდებული არსებობს და აი ამის გამო ჩვენ არ დაველაპარაკებით. არ დაელაპარაკები კი არა, ვერ დაელაპარაკები, ლაპარაკი არ შეიძლება, შენ ვინ გელაპარაკება საერთოდ თანასწორად, აი პაშინიანი ერთადერთი, ხო? ალიევიც არ ელაპარაკება ამათ. აი პაშინიანი ჩამოვა ჩებურეკებით და ერთად აი ამ დონეზე წდება რაღაც ამბები, იმიტომ რომ სომხეთს სხვა გზა არ აქვს, თორე ის პაშინიანიც ამათთან შედარებით დიდი მოღვაწეა, მე ვფიქრობ. მასშტაბით. როგორც იტყვია. კარგია, ცუდი ეს სხვა არის, მაგრამ მასშტაბით გაცილებით დიდია პაშინიანი, აი ამ ნებისმიერთან და ერთად აიღე, ხო? შეხვედრებიდან ხო, ამერიკა ჩართო რეგიონში ბოლოს და ბოლოს. ახლა ვიღაცებს შეხვდნენ, ვიღაც ჭეკლასის მოადგილის პირველი მოადგილეებთან შეხვედრა ქონდა და ერთი ამბავი ატეხეს, რომ აი დაიწყო აღდგენა ურთიერთობების. ხო, მაშინვე ატყდა ჟივილხივილი, რომ ამერიკასთან დალაგებულია თუ ვალაგებთ თუ რა არის დალაგება საერთოდ ეს სიტყვა იმის გარჩევისა არ იყოს, რაღაცა ესეთი ჟარგონული ის არის და მოკლედ აი ამ დონეზე რჩება ქართული დიპლომატია. აი ახლა თქვენ თვითონ მიმიყვანეთ ამამდე, აი დათა თუთაშხიასი არ იყოს, აქავთ გევარღან სხვაგანად არ ძალმის. ახლა ეს ჩემი პოზიცია, ჩემ ბევრ ახლობელსაც შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ მე ვიძახი, რომ რუსეთის გარეშე არაფერი არ გამოვა, არა მარტო ჯერ ერთი იმაზე შევთანხმდეთ, რომ იმ სტატუსით, რა სტატუსიცაც აფხაზეთი და ცხინვალი შემოდიოდა საქართველოს შემადგენლობაში, მაგ სტატუსით ვარიანტი არ არის, გამორიცხულია. კონფედერაცია სახვეწარი შეიძლება გაგვიხსნეს, მაგრამ რაც გვაქვს ის არ დავკარგოთ, მე მაგას ვდარდობ თორე რომელი ან ახლა რომ წარმოიდგინე რომ აფხაზებმა გახსნეს საზღვარი და მოდით, შემოდით. ვინ არის წამსვლელი? 30 წელია იქით ზღვა არ უნახიათ ბავშვებს და რომ სწავიდეს არ წავდნენ, აქ აქვთ უკვე ფესვები, აქ აქვთ საძმაკაცოს, რაიანთესო და ასე შემდეგ. ასე რომ ძალიან ტყუილზებში საერთოდ არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკა არ ქონია საქართველოს ეს წლები. ხლა მე მარტო ამ დღევანდელ ოცნების ხელისუფლებაზე არ ვამბობ. წინაზე ნაციონალებზე გინდა შევარდნაძის დრო ავიღოთ. პოლიტიკა როგორც ასეთი ჩამოყალიბებული და პრიორიტეტები დასმული გარდა იმისა, რომ აი დასავლეთი გვინდა და ევროპა გვინდა, ამის გარდა არაფერი არ ქონიათ ამათ. მაგრამ არც უშუალოდ აფხაზეთთან და შიდა ქართლთან, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან მიმართებით არ ქონიათ ამათ, არანაირი. და ის რომ ეხლა საკმაოდ მარტივი მისახვედრია და ელემენტარული რაღაცა ისტორიაც და დღევანდელობის ცოდნა ამისთვის საჭირო მეტი არაფერი, რომ განსხვავებები იპოვო აფხაზეთსა და შიდა ქართლს შორის. აფხაზეთის კონფლიქტსა და სამაჩაბლოს კონფლიქტს შორის. და ის რომ აქ არის საჭირო, ამას ვამბობ ხოლმე მე, ორი სიჩქარის პოლიტიკა, ერთი პოლიტიკა აფხაზეთთან მიმართებაში, მეორე შიდა ქართლთან მიმართებაში, ოსებთან და აფხაზებთან, ცოტა სხვადასხვანაირი მიდგომაა საჭირო. ესეც საერთოდ უგულებელ ყოფილია, იმიტომ რომ არანაირი ურთიერთობა და ნაბიჯები ამ ხრივ არ არის. ყველაფერი იყო აღებული არა სამთავრობო ორგანიზაციების ხელში. აი ეს აფხაზეთთან დიალოგი, ვითომ რომელიც მიმდინარეობდა ანალოგიურ წარმომადგენლებს შორის აფხაზეთიდან და საქართველოსთან, იყო ასევე რაღაცა პატარა მცდელობები ოსებთან მიმართებაში, თუმცა იქ ნაკლებად, იმიტომ რომ სააკაშვილმა ყველაფერი თავიდანვე გააფუჭა, როდესაც იურიდიულად აღადგინა
ეს ოლქი ვითომ თან აღადგინა, ის საბჭოთა იმით ვეღარ აღადგინა და დასვა რაღაცა თავისი მოგონილი მთავრობა. რითაც იქ შექმნა ახალი კონფლიქტის კერა. დიახ და მიიყვანა შემდეგ ომამდე ეს ვითარება, აბსოლუტურად შეგნებულად. და იქ იყო ეგრეთ წოდებული შლაინინგის პროცესი აფხაზებთან მიმართებაში, ეს შლაინინგი ავსტრიაშია, პატარა საკურორტო ქალაქი და ერთი-ორჯერ იქ გაიმართა შეხვედრები აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საქართველოსთან ხელისუფლების პარლამენტარებს შორის უпростоრად, ქართული მხრიდან პარლამენტარები და შემდეგ ეს უკვე ბერლინში გაგრძელდა და სხვადასხვა ქალაქებში. ყოველ წელს მიდიოდა მოლაპარაკებები და იყო იქ გარკვეული პროგრესი მიღწეული, მაგრამ არც ერთ ხელისუფლებას საქართველოს მხრიდან ის შეთანხმებები თუნდაც რაც აი ამ დონეზე იყო მიღწეული, არაფორმალურ საუბრებში, ეს არ იყო ოფიციალური შეხვედრები, ეს იყო არაოფიციალური შეხვედრები, დასავლეთის მიერ დაფინანსებული და ორგანიზებული, მაგრამ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს საქართველოს ხელისუფლებას. თუმცა, საბოლოო ჯამში მე ვიტყვი, რომ აი ეს პროცესი, რაც იყო წლების მანძილზე, დიალოგის, თითქოს დიალოგის პროცესი, ეს იყო დასავლეთის მხრიდან რატომ გაკეთებული და ორგანიზებული. რომ საქართველოს და ეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი როგორმე ჩამოშორებოდა რუსეთის ორბიტას და აღნიშნული დიალოგი ყოფილიყო რუსეთის გარეშე, რაც არის გამორიცხული, იმიტომ რომ რუსეთი ამას არ დაუშვებს ის რომ თავის ინტერესების წინააღმდეგ იმუშაოს არ გამოვა და ვერც მოსთხოვ პასუხს და საქართველოს გარკვეული ეს აღდგენა ტერიტორიული თლიანობისა თუ რაც გინდა დავარქვათ ამას ეს უნდა მოხდეს ისე რომ რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში იყოს. რუსეთი იყოს დაინტერესებული აი ამ პროცესის წარმატებით და საქართველოს თუ პროდასავლური იქნება მთლიანად. თუკი ის იტყვის რომ მე მაინც ევროკავშირის წევრი ვინდა, ხა ნატოზე აღარ ვლაპარაკობ უკვე ეს თემა მე მგონი ისე ვთქვათ გაბანძდა როგორც იტყვია. ხო და ამას კიდე ევროკავშირზე ჯერ მიდის ფაფხური. მაგრამ აი ესეც უკვე ზედმეტია, ხა თვითონ თუ ამბობს ეს ხელისუფლება რომ ევროკავშირი ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს, ჩვენ სუვერენიტეტს ღუდავს, იქ რაღაც ფასეულობებს, ყალფასეულობებს გვახვევს და ამაზე ჩვენ როდის წერდით ახლა აღმოაჩინეს ეს ქრისტოფერ კოლუმბები არიან, ხო? აი ეს არის პრობლემა. და თუკი ჩვენ ვიტყვით რომ ჩვენ რუსეთთან გვინდა მეგობრობა და თვითონ რუსეთს შეუწყობს ხელს აი ამ კონფლიქტების გაყინული მდგომარეობიდან დარეგულირების ფაზაში გადაყვანა. რომ ის კი არა რომ კონფლიქტი არის, დღესაც არის, გაყინულია, მაგრამ ხომ არის კონფლიქტი. ამის დარეგულირება რუსეთსაც აწყობს საბოლოო ჯამში. ესე მუდმივად შეიძლება galღვეს ხო რაღაც პირობები, აი როგორ იცვლება ვითარება მსოფლიოში. პერსპექტივაში ახლა სანამ აქ შემოვიდოდით კითხე მე ესე იგი ემანუელ ტოდ კი ემანუელ ტოდ პოლიტოლოგი ახლა ფილოსოფოსი პოლიტოლოგი კი ახლა მოხუცია 73 წლის არის მაგრამ ყურადღება მიიპყრო თავის დროზე 76 წელს განაცხადა რომ საბჭოთა კავშირი 15 წელიწადში დაინგრევა. სასაცილოდ არ ეყოთ, არა და ეს არის 76 წელი. ხო და ახდა ერთ-ერთში და ეხლა წერს რომ ესე იგი როგორ გითხრათ მომავალს უწინასწარმეტყველებს აი ამ ვითარების რომ შეიქმნება ევრაზიული კავშირიო. და ეს შეიქმნება უკვე დაწყებულია ამის შექმნაო აი რუსეთი და ბელარუსია რომ უკვე ერთ სახელმწიფოდ არის ამას ნებაყოფლობით მიუერთდებიან სხვა ჯერ პოსტსაბჭოთა ქვეყნები და მოკლედ რუსეთთან ურთიერთობა უფრო პერსპექტივაა ჩვენთვის თუ ამას დაუჯერებთ და მე მგონია რომ ესე იქნება რა ვიცი აბა აგერ წერია
ჭიჭივენსი და არა ის აი გასაგებია ეს ახლა ნუ ტოდი იტყვის თუ არ იტყვის ამითი არ იცვლება ხო რეალობა მოცემულია ახლა ტოდამდეც იყო ანდრეი ამალერიკის საბჭოთა დისიდენტი რომელმაც ჯერ კიდევ 60-იან წლებში დაწერა სტატია Просуществует ли Советский Союз до 1985 года დასვა კითხვა და ასაბუთებდა ისიც აი როგორც ტოდი 76 წელს რომ ეს დაიშლება საბჭოთა კავშირი. ნუ 85 წელს არ დაიშალა, მაგრამ გარბაჩოვი კი მოვიდა და დაიწყო ის პერესტროიკა, ეგრეთ წოდებული, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის დაშლის პროგრამა. და ასეთი ჭკვიანი ხალხი, რა თქმა უნდა, ევროკავშირს კრიტიკულად უდგება, ვისაც ანალიზის უნარი აქვს და თვითონ ევროკავშირშიც არის ისეთი ხმები გაისმის, რომ ეს არის ზედმეტი ბიუროკრატია, ზედმეტი წნეხი ადამიანებზე და ზედმეტი წნეხი სახელმწიფოებზე. ახლა რომ ყველაფერს გითითებს, რომ პამიდორი დაუშვათ ასეთი ფორმის უნდა იყოს, რაღაცა კალიბრზე დიდი ან პატარა არ უნდა იყოს და ეს უკვე ბიუროკრატია, ხო? რაღაცა შემთხვევაში შეიძლება საჭირო იყოს ბიუროკრატია, მაგრამ არა ასეთი გადამეტებული და ყველაფერს მოდებული თან ეს ხელისუფლება, რომელიც ევროკავშირში არის მართველი, ეს არ არის ხალხის მიერ არჩეული. ეს არის უკვე მეორე და მესამე ხელი, ასე ვთქვათ, დანიშნული ხელისუფლება. და ამათ არ უნდა ქონდეთ უფლება, რომ ილაპარაკოს ევროპელი ხალხების სახელით. შემდეგ უკვე რუსეთს რაც შეეხება, მე ვთქვი, აი აქ ვამბობდი სწორედ, რომ თუ კი საქართველოს ინტერესები მოხდება რუსეთთან თანხვედრაში, მაშინ შესაძლებელია ყველაფერზე საუბარი რუსეთთან, რომ იყოს საქართველოს ერთიანი, აფხაზეთი და ოსეთი ეს ცალკე არასიცოცხლის უნარიანი სახელმწიფოები ახლა თვითონ რუსეთში ძალიან კარგად იციან და ამ აფხაზებმა და განსაკუთრებით ოსებმაც იციან. მაგრამ იცი რა არის, რომ თუ საქართველოს არ იქნა მოწოდების სიმაღლეზე თვითონ დროის ამბავი ისიც არის, რომ მოხდება ამ რესპუბლიკების თუ რაც გინდა დაარქვი ინტეგრირება რუსეთში. მე არ ვამბობ რუსეთი გამოაცხადებს მათ შეერთებას, მაგრამ მოხდება სრული ისეთი ინტეგრაცია რუსეთში, რომ აი რომ თქვით წეღან რომ აი რომ გახსნასო ახლა აფხაზეთმა საზღვარიო ვინჩავაო ხო ვინჩავა კი აი ჩვენც რომ გავხსნათ საზღვარი და მოვიწვიოთ და აი გენაცვალე და აგე კამფეთს მოგცემ და იმას ხო ვინ ჩამოვა აქ არც არავინ არ ჩამოვა აი დღეს თუ კიდე კანდიკუნდად ჩამოდიან აფხაზეთიდან მაგალითად სამკურნალოდ ხო რაღაც გალის რაიონიდან ხო ისიც ალბათ უმეტეს ქართველები არიან საერთოდ ის ქართველიც აღარ ჩამოვა იმ გალის რაიონიდან იმდენად მოხდება ის უკვე მოწყვეტილი იქნება საქართველოს დროთა განმავლობაში და დროის გამო რასაც ვერაფერს ვერ უზამ და ვერ გააჩერებ რომ თვითონ ისევე გაფორმდება თავისით ეს დაშლილობა საქართველოსი როგორც გაფორმდა თქვათ კლარჯეთის ეხა ტაოზე აღარ ვიზახი გადასვლა თურქეთში არა მხოლოდ ხელშეკრულების ძალით არამედ დე ფაქტო რომ იქ არაფერი ქართული უკვე არ არის ეხლა იქ ქართულად ვიღაც ლაპარაკობს ისა და ისა ჩვენებური და ის რაღაცა ჯინველო და ეს ეგ არ არის ეგეც ტყუილია მე გეტყვით მაგაზე 2008 წელს როდესაც ფერეიდანში და ზარები თუ არის შემოუშვით პირდაპირ ეთერში ხო გისმენთ ფერეიდანში ძალიან კარგად მიგვიყვეს ქართულადაც იქ ლაპარაკობს ხალხი ძველი ქართულით კარგი ქართულით სხვათა შორის მაგრამ ის ხალხი არის უკვე ირანელი, დიდი ხანი, მე რა რო ის ქართველია წარმოშობით. ჯერ ერთი არის უკვე მუსლიმანი. და აი ამაზე გამახსენდა ახლა რომ ჩამოსული იყო იგვითხრა იმ ნუ სტაროსტა ვინც არის იქ იმ ფერეიდანის ერთ-ერთ სოფელში. იმედის გადამღები ჯგუფი და გააკეთეს რეპორტაჟი ამ ფერეიდნელ ქართველებზე. და როდესაც ჩამოვიდნენ ისინი საქართველოში ეხლა მე ის არ მინახავს ის სიუჟეტი 2000-იან წლებში, მაგრამ ამ ხალხმა მითხრა მე. გაავრცელეს ასე, რომ თითქოს ამ ფერეიდანში ეს ქართველები, როდესაც პურს აწყობენ თუ რას აწყობენ, პურს ხო,
იქ აი სომზე ესე ჯვარს აკეთებენ თურმე ხელით, რომ ესეთი ტრადიცია. ეს არისო ტყუილიო, არ ვაკეთებთ ჩვენ ამასო და ამათ რო ეს გამოაცხადესო ამ იმედის ეთერში, ჩვენ მოგვაყენეს დარტყმა ამითო. ეხლა იქ არავინ არ შეხებია ამა და ეს ეხლა ეს ირანის ხელისუფლება და მაგრამ იბენ თვითონ ამბობენ რომ ჩვენ არ ვართ ქრისტიანები და მოგეხსენებათ საბჭოთა დროს იყო ხო ჩამოსახლება ფერეიდნელების, სწორედ აი იმ ვითომ რომ დაკარგული ქონდა ქართველობა საბჭოთა პერიოდში ყველაზე დიდი პატრიოტულის მაშინ იყო რამდენიმე ტალღა აგორებული კომუნისტები კაცო ზედმეტად მე თუ მკითხავთ ზედმეტად პატრიოტულიც იყო რიგ შემთხვევებში ეს კომუნისტური იქ ზოგიერთს თხოვდნენ მაგალითად აი ეს მზიურის დამაარსებელი ვინც იყო იმას თხოვდნენ რომ გაეშვათ იტალიაში გასტროლებზე ეს ბავშვები და ეს წაყოლოდა თვითონ დამაარსებელი ხა არ მინდა თქვა რომელი ეროვნების იყო და რა გვარი გადაიკეთე ქართულად თუ არ ქონდა იმას ქართული გვარი ჩვენიანი იყო გასო ახლა თან ეს ჩვენი ქართული ისიც თლათ გადაიკეთებს კაცი გვარს რატო გადაიკეთაო ამას კი გადაკეთებას თხოვდნენ არ გადაიკეთა და რატო არ გადაიკეთეო ხო და ახლა რა ეს არ შეიძლება კაცო მაგრამ იყო ასეთი ამბები და ეს ფერეიდნელებიც ხო ჩამოასახლეს საქართველოში და წავიდნენ უკან უმეტესობა იცი რატო წავიდნენ ესე იგივე ჩვენო ხო იქ გურჯები ვარ და აქ თათრებიო ეგეც არის მაგრამ ის ხალხი არ არის ესე იგი ეხლა საქართველოს სიმბოლო რა არის 400 წელი გავიდა კი ბატონო ყველა შეიძლება ის ქართველი ეროვნებით რაღაც მაგრამ მოდი ვთქვათ ქართველების სიმბოლო რა არის ვაზი არის და ჯვარი ვაზისა ნინოს წმინდა ნინოს მიერ შემოტანილი ეხლა როდესაც არ აღიარებს ჯვარს და ვაზს ის ქართველი ცოტა სხვანაირი ქართველია მოდი ასე ვთქვათ ხო ჩემი აზრით მე არავის არ ვახვევ ამასთან მაგრამ მოდი ვთქვათ ესე და ეს არ არის მარტო ფერეიდანში ეს პრობლემა და მე პირდაპირ ვიტყვი და აჭარის მოსახლეობას მოუწოდებ იცით მეგობრებო 30 წელი გავიდა კი არა რამდენი გავიდა რაღაც 35 წელი გავიდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაფერსო საბჭოთა კავშირს აბრალებენ ხო რომ ის არ აძლევდა საშუალებას და ის ათეისტური იყო და რაღაცა იყო ახლა ხო ისწავლეთ ისტორია ხო გაიგეთ რომ როგორ მოხდა ისლამიზაცია საქართველოს კუთხის დროა ალბათ უკვე რომ თქვენ თვითონ დაუბრუნდეთ თქვენი გონებით, თქვენი განჟით, თქვენ თუ გწამთ მაინც და მაინც ისლამის, რა თქმა უნდა გწამდეთ, მაგრამ თუ არ დაფიქრდებით იმაზე, რომ როგორ მოხდა ამ კუთხის რჯულის შეცვლა ამ კუთხეში, ხო, არაფერი მაშინ არ მოგეკითხებათ, არც თქვენ, არც ჩვენ. და ტყუილა წყლის ნახვა ესო ქართველების ერთიანობა და რაღაცა ხო? არა, ჯერ კიდევ როდესაც თქვა ილიამ, რომ ზული სხვადასხვაობა არის, მაგრამ ქართველები არიან. ის მაშინ თქვა, ხო, მე-19 საუკუნეში, როდესაც რუსეთმა გაათავისუფლა და გავიდა იქამდე, რა ქვია, ერზერუმამდე, ხო, და შემოიერთა და მაშინ მართლა უამრავი ქართული წარმოშობის ადამიანი აღმოჩნდა რუსეთის იმპერიის და შესაბამისად საქართველოს შემადგენლობაში, ხო? მაგრამ ამაზე არ არის ახლა ლაპარაკი. ლაპარაკი იმაზე დღეს რა ხდება, ხო? ქართველი უნდა იყოს ქრისტიანი. მე ესე ვიტყვი. ხო, ახლა ყველას კიდევ მეორე პიროვნული არჩევანია არავის ძალას არ დაატანდა, ვერ დაატანდა, არ უნდა იყოს ეს, მაგრამ ნებაყოფლობით მოინათლეთ ბიძია, თუ ბაბაია, როგორც იყვიან იქა, მოინათლეთ და გავხდეთ ერთი რწმენის ხალხი. მე არ ვამბობ იმაზე ახლა აზერბაიჯანელზე მარნეული და ის აზერბაიჯანელია, ის სხვა ეროვნებაა და შენ თუ ქართველი ხარ, წმინდა ნინოს შემოტანილი მოძღვრება არ უნდა დაივიწყო და ჯვარი ვაზისა ეს არის საქართველოს სიმბოლო და ქართველი კაცი რო ღვინოს ვერ მოსვამს მაპატიეთ მაგრამ ეს სხვა აზრი აბა ნახოთ ერთი მაყურებელი რას ფიქრობს გისმენ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ ისაუბრეთ ანუ გამარჯობა გენეცალე გამარჯობა ესე საქართველოს ჯორდან მეწოდება წასვლაგლეძვაშია ნებისმიერი გარე პროგრამა და ყველა პოლიტიკოსია ყველა მიიწვის აი ამ
რომ დაისახე დაუფლებას. აი ამათ ეხლა ხელისუფლებაში არიან მაგები საბჭოთა კავშირის დროს. მაგათ ფასადენ აგაკარებენ არცერთ საპასუხებლო სამსახურს. და მაგათი ოფება ახლა. ახლა დაიშალა საბჭოთა კავშირი. თუ შეკითხვა ეხლა თქვენმა კოლეგამ თქვა რომ გინდა ლაპარაკება გინდათ რუსეთში რომელიც სად არის ვინ არის დიპლომატი ბისმარკი არიან გეთახმებით ყველაფერში ხალბატონო და დრო მცირე გვაქვს სხვებსაც მოусმინოთ მაგრამ აი ესეთი თემა შემოაგდეთ ახლა თქვენ რა ქრისტიანი უნდა იყოს რა ვიცი მე ასე არ ვფიქრობ მიუხედავად იმისა რომ ჩემი ახლობელი ხარ ამაში არ გეთანხმები კაცი ყავკასური და სადაც გინა იგილოცეო ეგეც ქართველი კაცის ნათქვამია და რა ვიცი მე უფრო ის მგონია ის მიმართულება მგონია რომ ჯულის მიუხედავად უпростоრად იმაში გეთანხმები რომ რუსეთთან ურთიერთობის და დალაგება ამათიანით რო თქვა უნდა დაიწყოს სწორედ ეკლესიიდან სარწმუნოებიდან აი მაშინ ექნება შენ ისა ნათქვამს უფრო მეტი ფასი და მეტი ძალა აი შეიძლება ზღაპარს ყვები მაგრამ რატო არ შეიძლება საეკლესიო დონეზე ურთიერთობების აღდგენა ევქარისტიული მობაქვია ხო მაგას კავშირი აი ეს 800,000 ქართველი რო არის რუსეთში იმათ რატო არ უკითხულობთ აი არჩევნები რო არის იმათ არ უნდა მიიღო აქ ახლა რაზია სტრატეგიული პარტნიორები არიან ესენი თურქები ჩვენი და რუსები მტრები კი ბატონო მოდი ესე ვიტყვი მე რომ ჯერ ერთი ის რომ ვინმე არ არის ქრისტიანი არ ნიშნავს რომ ნაკლები ვაჟკაცია ნაკლები ადამიანურობა აქვს სხვა სარწმუნოების წარმოება ეს ასე არ არის მე ვლაპარაკობ რაზე რომ თუ კი ქართველთა ერთიანობაზე არის ლაპარაკი რაც ეხა თვითონ მართლმადიდებელ ქართველებს შორის თითქოს ერთი ეკლესიის შვილები არიან და ერთმანეთს ხოცავენ და ჭამენ და აგინებენ და ლანძღავენ ხო ეს სხვა თემაა კიდევ მაგრამ ის რომ ჩვენი ეროვნული სიმბოლო და რაღაცა ეს საძირკველი არის ქრისტიანობა თანამედროვე ქართველი ხალხის ამაზე მაქვს ლაპარაკი კი იქ ვიღაც ისე იქნება ვიღაც ასე იქნება ბევრი ათეისტია მაგრამ აქ არის ლაპარაკი რომ აი ამ პრინციპს თუ ვაღიარებთ ჩვენ აი ჩვენი ისტორია საიდან მოდის უკვე და საიდან ჩამოყალიბდა ქართველი ერი რომელიც როგორც ასეთი ხო ქართველი წარმოიშვა მე-10 საუკუნეში ეს რასაც ახლა თქვენ ამბობთ ეს არის განათლების კი ბატონო საკითხი ხო განათლების და ყველა კიდე ერთხელ ვიძახი ნებაყოფლობითი საკითხი ნებაყოფლობითი და არავითარი ძალდატანება აქ არ არის და სხვათა შორის ის პროცესი რაც ჩვენმა პატრიარქმა დაიწყო დიდებული პროცესი 80-იან 90-იან წლებში უამრავი ხალხი ინათლებოდა აჭარაში შემდეგ ამ სააკაშვილმა და თავისი ეს რო ყავდა ვარშალომიძე რო დანიშნა იქ ყველაფერი უკან წაიღო ყველაფერი შემოიყვანა თურქები და სხვათა შორის ინვესტიციების შირმის ქვეშ რაც დღეს ახლა გრძელდება და არ ვიცი იქნება რაღაცა პროცესებმა გვიშველოს ჩვენ რო თვითონ აღარ მოუნდეთ იმ არაბებს აქ შემოსვლა და აქ ფულის ჩადება თუმცა შეიძლება სულ პირიქით მოხდეს უფრო დააჩქაროს ჯერ არ ვიცით ეს რა იქნება არაბები ან ჩადებენ ფულს და ან არა ხო ისიც საეჭვოა მაგრამ აი აჭარაზე ვლაპარაკობთ ახლა თელი აჭარა რო გათურქებულია როგორ არის ეს სტამბოლი ანუ გათურქებული ორმაგი მნიშვნელობა აქვს ანუ თურქეთის გავლენა არის ძალიან დიდი კი ბატონო ბათუმში ქობულეთში რო გაივლი პირველი სართულები სულ იმას უკავიათ
ქობულეთში ნაკლებად, უფრო ბათუმში და უფრო ბათუმში, ხო. არ შეიძლება. ზარია კიდევ ბაბაში გამარჯობა. მე ამ საკითხში ბატონ დავითს ვამსწრებდი. თავისუფალი აქტივანი უნდა იყოს რელიგიის აუცილებლად, თუმცა ქრისტიანულად და მორწმუნე ქრისტიანი ვარ. რაც შეეხება სერეიდან აკროცესტი იქნება ისეთი პირობები ცხოვრების და განსაკუთრებით სამართალი, განსაკუთრებით ადამიანის უფლებები და რაღაცები, მაშინ არავინ არ გაიქცევა საქართველოსთან და ეგ მიზეზი არ არის, რასაც რომ ის მეძახიან, ეს მეძახიან. საქართველოსი არ არის ნორმალურად რომ იცხოვდეს ადამიანს არის პირობები შექმნაში. ბოდიში საბჭოთა დროს იყო პირობები ნორმალური. გაცილებით იყო საბჭოთა კავშირის დროს ამდენი მათყოვარი, ამდენი და არ გაჩერდნენ ამაზეა ლაპარაკი სწორედ. დაგდებული ადამიანი არის საბჭოთა კავშირის დროს. ვადლობთ, აი ამაზეა სწორედ ლაპარაკი, რომ პირობები იყო კარგი, ყოფითი პირობები საბჭოთა პერიოდში, სწორედ ეს არის. და არ გაჩერდა ის ხალხია, უმეტესი ნაწილი, წავიდა უკან. და ეხლა არ დაგეთანხმან იმას ეძახდნენ, ამას ეძახდნენო, მაგრამ მართალია პრინციპში, იმას თავი იქაურია ის უკვე, ირანელია, 300 წელი იქ ცხოვრობენ ეგენი. ხო და ახლა იციან იმას ძალიან კარგად, რომ აქედან არიან, კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ძალიან კარგი ქართულით ლაპარაკობენ, ძველი ქართულით, ის დაკონსერვებულია. ბევრ ქართველზე დიახ, არავისზე ნაკლები ხალხი და უკეთესი ხალხი და წესიერი ხალხია ძალიან და შრომელი ხალხი. თვითონ ფაქტი რომ შემოინახეს მარტყოფის დაარქვეს. კი. რა ვიცი, მარაბდა სოსოპრი. და თავიანთი შრომით რომ იცოდეთ, კარგად ცხოვრობენ იქ, აი ყოფიც რაც შეეხება, კარგად ცხოვრობენ. ნუ ეგრე იყო სულ. ახლა არ არის ირანში ისეთი ის, ახლა ამ ომს და იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ძალიან სიაფე, კაპიკები რო ვიტყვით ჩვენებურად, ხო, კაპიკებში ბენზინი, საკვები რაღაც კი. ბენზინზე ხო, ზედმეტია ლაპარაკი, ხო, აქ ჩვენ რო აი წენეხათ მაწევს, ზამთარი მეჯავრება, იმხელა ის მოდის გადასახადი ამ გათბობაზე და დენზე და იქ არ არის ეს პრობლემები. ახლა არის ეს ომი, მაგრამ მადლობა ღმერთს ის სოფლები და ის ადგილები, სადაც ეს ხალხი ცხოვრობს, ის ნაკლებად არის რამდენადაც ვიცი. მაგრამ თლიანობაში აი ეს აგრესია ბატონო დავით ამას ვიტყვით თუ შეიძლება ახლა ამის გარეშე საერთაშორისო მიმოხილვა არ გამოგვივა რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება. რა თქმა უნდა. რომ ეს აგრესია რაც არის წამოსული აი ამ ბლოკიდან, ეპშტეინების ბლოკი რახანასე დავიწყეთ, იმიტომ რომ ამერიკაში ახლა თვითონ ტრამპს მაინც და მაინც უკვე კარგად აღარ აქვს პოზიციები და საქმე. ამ ფაილებშიც ფიგურირებს მისი გვარი. ეხლა ნეიტრალურად ჯერჯერობით, მაგრამ არის იქ რაღაც მაგის ხელშია, უნდა ესე გაჩვენებს, უნდა ის. ხო, 6 მილიონი ფაილიდან კიდევ არის იქ. ხო და 3 მილიონი ნახეთო ჯერო. 3 ნახეთ. და დანარჩენზე დაკონსერვებული. ასე და ამრიგად ამ ომს აქვს რამდენიმე მიზეზი. და ასევე შეიძლება ჩქარა დამთავრდეს, როგორც ჩქარა დაიწყო. და აი ამისთვის უნდა იყოს მზად საქართველო და იმ ხალხმა სხვათა შორის აჩვენა ირანმა, ხელისუფლებამ, ხალხმა, რომ ეს არის შემდგარი სახელმწიფო. ეს არის ძალიან ძლიერი ფუნდამენტზე დამყარებული ეს ირანის ისლამური რესპუბლიკა და ისე კი არა აქ ჩვენ საზოგადოებაში როა რომ აი ჩვენ ევროპა გვინდა და იმა მეორე ნაწილმა ქოცებმა ეს დემაგოგიური ჩვენ მშვიდობა გვინდა და აი ეს გვინდა და ის ხალხი ერთაცვალე ომობს აქ მთელი ის დაუხოცეს ელიტა და დადგა და უფრო გაძლიერებული გამოდის მე მგონი ამოვიდა გურჯებიც ომობენ დიახ რა თქმა უნდა და ეხლა ჯერ იქამდე არ მივიდა საქმე და ალბათ არც სახმელეთო იმაზე მაგის თავი არა ხო საიდან ამერიკას ხო მაგათ ეს თავდასხმა დაარტყან გაიქცნენ და რაც შეიძლება დიდი მატერიალური და ეს ზარალი მიახენო ხო ესეთი ტაქტიკაა რა და თუკი ეხლა ჩვენ ხედავთ რომ უკვე ტრამპი ბოლო ეს 2-3 დღე არის ცოტა არეულია აჭრილი არის უკვე
სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. ნეთანიაჰუ გაჩუმებულია საერთოდ, დამალულია სადღაც. ეს ტრამპი ამას ლაპარაკობს და ურეკავს ვის? პუტინს ურეკავს. და ახლა იმას ეუბნება, რომ შენ შეგირბილებ ამ სანქციებს, დროებით გაგიუქმებ. მომეხმარე რომ სახე შევინარჩუნო. კი, აი ეს არის. აი ესეთი სამარცხვინო ამხელა სახელმწიფო, სუპერ სახელმწიფოა დღესაც ამერიკა ახლა ვერ იტყვი რომ არ არის სუპერ სახელმწიფო, იმხელა შეიარაღება აქვს ბოლოს და ბოლოს კონცენტრირებული ხელში და ფინანსური სამყარო არის მათ ხელში. ეს სხვათა შორის ძალიან სერიოზული არგუმენტი არის და აქ ხონხედავთ როგორ ერთი რომ იქედან სიო დაუბერავს პატარა როგორ წახსახებენ შიშით აქ ჩვენი ხელისუფლება. იმიტომ რომ მიბმულები არიან. ახლა მთელი ის არის რომ კიდე დუბაიში რო ეგონათ ამათ რომ ეს დუბაის სხვა სამყარო ეს ემირატები და იქ ყველაზე უფრო დაცვე აღმოჩნდა ერთ კვირაში რომ ეს არის ისა ფუფულო რასაც ქვია. რომ საკვების პრობლემა დგება ახლა თუ არ მოხერხდა ახალი მარშრუტების დალაგება და ირანმა რაღაცაზე თანხმობა არ მისცა ეს არის ერთი ქვიშიანი ტერიტორია რომელიც მხოლოდ არა მეცნიერებით, არა განათლებით ირანისგან განსხვავებით, არამედ მხოლოდ ნავთობით არის თუ არის. და შემდეგ კი უკვე მოგვიანებით ჩაიხმარეს, მოიზიდეს ეს საბანკო სექტორი, გახსნეს თავისუფალი ეკონომიკური ზონები, ტურიზმი და ამაზე გაამყარეს, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება რის ფონზე, რომ უდგათ იქ ამერიკული ბაზები. და აი იმ ბაზებმა რაც მოიტანა, ჩვენ კარგად დავინახეთ დღეს. ბაზები და გარეშემო თელის სპარსეთის ყურეს და ვერ უზრუნველყო ამ ბაზებმა ამათი დაცვა ამ არაბული ქვეყნების პირიქით გახადა სამიზნე და საკმაოდ იოლი სამიზნე. ირანი კიდე ჯერ დაახლოებით 9 ძალითაც არ ომობს. არა, ამან გამოიწვია მაგათ ეგონათ რომ ხალხი გამოვარდებოდა ქუჩაში ეგონათ დაბომბვის საწინააღმდეგოებით და მაგრამ მოხდა პირიქით. კონსოლიდაცია მოხდა ხელისუფლების გარშემო. იმიტომ რომ ჯერ ახლა ის ავიღოთ რა ვისეუმები 5000 წლოვანი ცივილიზაციის მემკვიდრე ერია და შენ ახლა იმოფა 200 წლის თავს. და ერთი კითხვა მინდა ახლა უკრაინის გარაშეს ვერ დავამთავრებთ ამ იმას. უკრაინა საერთოდ მიჩუმდა ეგ თემა აღარ ხმაურობენ, იმიტომ რომ უკრაინა ვის ხელა ახლა უკრაინისთვის. აი ჩვენ ვისი გამარჯვება გვაწყობს ასეთი კითხვის და დასმა თუ შეიძლება უკრაინაში უკრაინაში ვისი გამარჯვება გვაწყობს ჩვენზე არაფერი არ არის დამოკიდებული იქ რუსეთი თავისი ძალებით იბრძვის დღესდღეობით და უკრაინა უკვე დიდი ხანია ჩამოშლილი იქნებოდა რომ არა ის მასობრივი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა დასავლეთიდან და ეს ახლა მხარდაჭერა ისე ჟღერს კარგი სიტყვაა მაგრამ მხარდაჭერა რისთვის რომ ის განადგურდეს ეს უკრაინა თუნდაც განადგურდეს ხო რომ მაქსიმალურად რუსეთმა თავისი ძალები დააბანდოს უკრაინაში და რუსეთმა ვერ მოიცალოს სხვა საქმეებისთვის მსოფლიოში მაგრამ ესეც განწირულია აი ყოველ შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ რომ ის გათვლები როგორც ირანთან მიმართებაში არ ასრულდა დასავლეთის ასევე რუსეთთან მიმართებაში არ ასრულდა იმიტომ რომ რუსეთი რაღაცა ახლა კომფორტი მოაკლდა ამ სანქციებით მაგრამ მის ფუნდამენტურ ძალას არ მიადგა ზიანს სადღაც ერთმანეთს გავს ეს ორი კონფლიქტი იმ გაგებით რომ რუსეთშიც თავრობის გარშემო კონსოლიდაცია მოხდა. დიახ. უბრალოდ შეიძლება კი, შეიძლება არც მოწონოს. ჭირივით ეზიზღება, შეიძლება. არც იცი მე გეტყვი, მაგრამ
რუსები ხო იცი რა ხალხია. მე გეტყვით რომ ახლა ჯერ კლასიკური ლიტერატურიდან ვიცით რომ რუსული ბიუროკრატია ნამდვილად არ არის საჩუქარი. ხო, რა თქმა უნდა. და რუს ხალხს არ მოსწონს და არ უყვარს ეს, მაგრამ რუსი ხალხი ძალიან კარგად განასხვავებს თავის სახელმწიფო ინტერესს და ეროვნულ ინტერესს საერთაშორისო ასპარეზზე იმისგან, რაც არის შიდა პრობლემა და რაც რუსეთში სულ იყო. ამიტომ რუსეთი აი იმ შეკითხვას უბრუნდები ისევ რომ ვინ გვაწყობს და ასე შემდეგ. რუსეთი ასე თუ ისე მაინც გამარჯვებული გამოვა ამ სიტუაციიდან. მე საერთოდ ვის მოუვიდა აზრად რომ ომი რო დააწყებინეს რომ ნებისმიერი რასკლადით უკრაინას არანაირი შანსი არ ხო, არა, არანაირი შანსი, რისი შანსი? ხლა იმის შანსი როგორ არ აქვს, რომ წინააღმდეგობას უწევს და აბანდებს რუსეთის ძალებს უკრაინაში. ხო, ეს არის ძალიან სერიოზული ომი, ეს არ არის პატარა რაღაცა, რომ და რუსეთისთვის იული გასეირნება არ არის ნამდვილად. მე სხვა რამეს ვამბობ, რომ ამის და მიუხედავად, ხო, ამ ძიმე ფრონტის მიუხედავად რუსეთიც გამოდის უფრო გაძლიერებული და უფრო გავლენიანი სუბიექტი საერთაშორისო არენაზე. და ეს სწორედ ეს უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუფლებამ და მე მგონი ცოტა უკვე ითვალისწინებენ, მაგრამ ამას უნდა უფრო გაბედული ნაბიჯების გადადგმა და არ დგამენ ამას. და არც გადადგამენ, მე ვფიქრობ. არც გადადგამენ. კი, არ გადადგამენ. არ გადადგამენ, რა თქმა უნდა, მაგრამ და ცუდად დაასრულეს. მე სხვა რამე მინდა გკითხოთ. გრუბა გავარია რუსეთი არ ამოიღებს ხმას აი ამ აღმოსავლეთში რა ახლო აღმოსავლეთში? ხო. და რა ხმა მოიღო როგორ ეხლა ომს არ დაიწყებს იქ თქვათ, მაგრამ როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩამოთვალა და განაცხადა და ყველაზე მნიშვნელოვანი ანუ რუსეთის მხრიდან აღმოჩენილი დახმარების შესახებ. როგორც უკრაინა სხვათა შორის შეერთებული შტატებისგან ყველაზე ფასეული რა არის, რასაც ღებულობს დღეს სამხედრო თვალსაზრისით. ეს არის მონაცემები სატელიტებიდან. დაზვერვის, სამხედრო დაზვერვის მონაცემები ონლაინ რეჟიმში. რო აი საიდან აფრინდა ვთქვათ რუსული თვითმფრინავი, რაკეტა საიდან გაუშვეს, ნუ მაქსიმალურად რა ამის მიწოდება. ამას აკეთებს ახლა რუსეთი ირანთან მიმართებაში. თლიანად გადაფარა ამერიკის კი ირანის PVO ანუ ანტისაჰაერო სისტემა უფრო სუსტია ამერიკის ავიაციასთან და ისრაელის ავიაციასთან მიმართებაში, მაგრამ არ აქვს ამერიკას და ისრაელს ცალმხრივი თამაში ირანის ცაში. მე ის მინდოდა მე კითხა რომ ესე იგი ამ გაწევ გამოწევაში მე იარაღით კი არ ჩაერიოს რუსეთი, მაგრამ რაღაცნაირად აიძულოს შტატები რომ შეწყვიტოს. შტატებს ირანი აიძულებს, დავით, არ უნდა ამას რუსეთის იძულება. რუსეთი ახლა კარგად იშოვის ბიუჯეტისთვის ფულს. როდესაც $100 გახდა, გუშინ $120-მდე ავარდა და ტრამპი და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ $100 ქვევით ჩამოვიდა. ხო, ასე რომ ირანი ძალიან კარგად მიყავს იქ რადარები დაუბომბა, ყატარში გააჩერა საერთოდ გაზის წარმოება, თხევადი გაზის წარმოება. ეს უზარმაზარი მნიშვნელობის რაღაცა არის. ქუვეითმა დახურა ჭაბურღილები, გამოაცხადა რომ მოპოვებას დროებით აჩერებს. საუდის არაბეთმა ერთ-ერთი უდიდესი თავისი საბადო გააჩერა და გადამამუშავებელი ქარხანა. ჰორმუზის სრუტი არის ჩაკეტილი. რაზე ვლაპარაკობთ ახლა საერთოდ, რომელი ამერიკის გამარჯვებაზეა ლაპარაკი? თვითონ სიტუაცია აწვება. კი, ირანი დაიბომბა, გაანადგურეს, დახოცეს სისხლში ის გოგონები 170 გოგონა ჩახოცეს, კიდე უამრავი აგე ლიდერი 87 წლის კაცი მოკლეს. ეს დაუნდობელი სასტიკი ხროვა, რომელიც დაესხა თავს ამ ქვეყანას, ხო? და ამის იქეთ ეხლა კი შეიძლება ეს თუ არის მათი მიზანი, ამ ხრივ დიდი გამარჯვება მოიპოვა ამერიკამ. მაგრამ ის რაც მე ვთქვი მეორეს ხო გეოპოლიტიკურად ვერ მოიპოვა გამარჯვება. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. რა თქმა უნდა და შერცხვენილი არის უფრო ვიდრე
თავის მიზანს და ეს ხდება რუსეთის დახმარებით კიდევ ვემეორებ, რომ ირანს აწვდის რუსეთი სადაზვერო მონაცემებს. ეს არის უნიშნელოვანესი და იქ ეხლა რაც ამ ომის დაწყებამდე ბოდიში დავასრულებ, ომის დაწყებამდე მიაწოდა უამრავი ტექნიკა საჰაერო გზით. ეს მინდოდა მე. სამწუხაროდ დრო ამოგვეწურა გადავაცილეთ კიდეც თუ ისმის კიდე ჩემი ხმა მადლობას მოგახსენებს ბატონო გულბაათ მადლობთ მეც საინტერესო საუბრისთვის და მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ